მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. აი ესე დავაზარუნებ თქვენთვის. კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება ჩემთან, ჩემ არხზე. აროსალიეთ. და ეხლა ბევრი ადამიანის თხოვნის გამო პირველ რიგში მადლობას გიხდით ლაიქებისთვის, მადლობას გიხდით გამოწერისთვის, მადლობას გიხდით მოსმენისთვის და კომენტარებისთვის. დიდი მადლობა. და ფიქრი გრძნობა, მოქმედება რა თქმა უნდა იქნება პირად ზიარკაშლა კი. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. მაგრამ პლუს იქნება დამატებითი კითხვა, რა უშლის ხელს, რომ არ მოდის, ან არ ჩანს, ან არ გამოდის კონტაქტზე, ესეც საინტერესოა, ხო? ეხლა თქვენ აირჩიეთ ვარიანტები. ფიქრი გრძნობა, მოქმედება ადამიანის, თქვენთვის საინტერესო ადამიანი აირჩიეთ და შემდეგ თუ არ გამოდის ან პაუზა ან რაღაც მოხდა, ხო? ყველას თქვენი სიტუაციები გაქვთ, ვეკითხები შემდეგნაირად რა უშლის ხელს იქნება დამატებითი. აი ესეთი დასტა მაქვს ეხლა. სტაგნაცია მოდის. უმრავლესობას გაჩერებული სიტუაცია. ნახოთ აბა ორ ვარიანტზე იქნება თქვენთვის, ვინც ახლა შემოხვედით და უყურებთ ამ ვიდეოს. ახლები ხართ თუ უკვე დიდი ხანი მიყურებთ, მოგესალმებით ყველას და ნახოთ ადამიანის ფიქრი, გრძნობა, მოქმედება და თუ არ გამოდის კონტაქტი, ან არის სტაგნაცია და გაჩერება, რა უშლის ხელს. მეორე ვარიანტი ფიქრი, გრძნობა, მოქმედება და თუ რამე უშლის ხელს, რა არის ეს? და გამოდის პირველი კარტი ავტორიტეტი, სასულიერო პირი, ქორწინება, კანონიერი, როიწყვიან ხელმოწერით, ჯვარდაწერილი, ან თუ არის ესეთი, ხო? ორივეზე ამოვიდა. რაღაცა გარკვეულწილად ავტორიტეტზე, რაღაც ფასეულობებზე, რაღაც პრიორიტეტებზე მიუთითებს, ხო? დავიწყოთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. უყურეთ ორივეს, თქვენთვის უფრო რომელიც ახლოს იქნება იმ ვარიანტს. თქვენ მიხვდებით, იგრძნობთ, იმიტომ რომ ინტუიცია ყველას გაქვთ და იმის მიხედვით მიიღებთ პასუხს. რაღაცა გაიხსნება, ეს ხო პაზლი აქვე ცნობიერის, იქ რაღაც, იქ რაღაც, იქ რაღაც და უცებ ხდება ესე. გასხივოსნება, ხო, გამონათება. ესეა. სიმბოლოებით, სიტყვის ძალით, ინფორმაციით მიღებული სამყაროდან, ფაქიზის სივრციდან ხდება ადამიანის გამოღვიძება და იმ ცნობიერის, იმ უმაღლესი მეს და იმ ინფორმაციის მიღება, რაც თქვა შეიძლება დამალული, დაფარული ან მიუწვდომელი იყო. ასევე ახლა პრაქტიკებით საჭიროა ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ მთავარი ეს არის, ხო? დავიწყე. ესე იგი, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. პირველი ვარიანტი არის გაჩერებულ მდგომარეობაში. არ ვიცი რატო, აქ ამოდის განდეგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანი უნდა ყველაფერიდან დაისვენოს ადამიანმა, გამოვიდა ურთიერთობიდან, სიტუაციიდან, მდგომარეობიდან, იმპერატორის პოზაში, პასიური პოზა, დამჯდარი პოზა და მარტო ფულზე ორიენტირება, ფინანსებზე, საქმეზე, ხო, რაღაცა ბიზნესმენობს თუ საქმიანობს თუ რა ვიცი რას. დასვენება უნდა რა, ჯერჯერობით მე როგორც მაყურებელი დავჯდები, გამოვალ ამ სიტუაციიდან და მხოლოდ თვალყურს რო ადევნებს რა, სოციუმიდან გამოსულია. ურთიერთობიდანაც მიმოწერაც გაჩერებულია. და მხოლოდ ფინანსებზე, ფულზე და მატერიალურზე აქვს გამახვილებული ყურადღება და რატომ არის გაჩერებული, ხო? მატერიალური, ფინანსური საკითხების გამო. და ვნახოთ, აბა რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მისი ესეთი გარიყვა დროებითი
და მარტო ფინანსები და საქმე და ბიზნესი და რა უშლის ხელს და მატერიალური სიტუაცია, საქმე, ბიზნესი, სამსახური, კარიერა, რა ვიცი. და რამდენი პერიოდი, რამდენი ხანი გაგრძელდება პირველ ვარიანტთან, ესა ესეთი გამოვა მალე კონტაქტზე. დიდი პერიოდი არა, რაღაც 2 პერიოდი 2 დღეში, მაქსიმუმ 2 კვირა, მაგრამ უფრო 2 დღეში, იმიტომ რომ შეიძლება მან ძილიც ჩანს, შეიძლება შორსაც არის, არ ვიცი, ნუ ყველა სხვადასხვანაირად. და აქ ჩანს, რომ ანუ რაღაცაზე ძალიან განერვიულებულია ეს ადამიანი, შეიძლება მოვიდა პარტნიორთან, ნუ ბიზნეს პარტნიორია ამ შემთხვევაში რაღაც უთანხმოება ან გული გაუცრუდა და მას დაეკისრა ბევრი რამ, რაც ესე იგი შეიძლება პარტნიორები ერთად იყვნენ 3, 4, ან 3 ყველა ვარიანტში და ერთ-ერთ რაღაც მოკლედ მოვიდა, ნუ ეხა პირობითად ვიცახი, ხო? შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვთქვათ მოუყვე, მაგრამ ვიძახი ფაქტს ეხა რაც მოდის და ამას დაეკისრა და იქიდან გამომდინარე, რომ დრო არის ენერგია. ნახეთ, თუ შენ არ წარმართავ დროს სწორად და ენერგიას არ დებ ამ დროში სწორად რას ვიცახი, ანუ ეს დრო უნდა გეყოს საქმისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, იქ რაღაცის მოსატანად, წასაღებად, ანუ ხო გესმის, აი და ამ ყველაფერს აკონტროლებს დრო და აი იმ დროის უქონლობის გამო და პლუს რომ დაემატა პასუხისმგებლობა საქმე რაღაც, ხო? აი ამის გამო მოხდა ის, რომ დროებით მისი, ანუ ძალა, ხო, არის ყველა ადამიანს აქვს თავისი ენერგია, თავის ფიზიკური მონაცემი, შინაგან ენერგიაზე ახლა საუბარი და შინაგან ძალაზე. და ანუ ყველაფერი ჩადო ამ ბიზნესში, ამ საქმეში, ამ სიტუაციაში და აღარ ყოფნის ის, რომ თქვათ, იგივე ან თქვენთან ნიურთიერთობოს, მაგრამ მალე გამოვა კონტაქტზე, უბრალოდ დაღლილიც არის, ანუ ძალა გამოცლილიც არის და მაინც რა აზრი აქვს თქვენთან მიმართებაში, თუ რა თქმა უნდა არ გამოდის კონტაქტზე, რა აზრი აქვს? სიამოვნების მიღება პირველი ეს არის. აზრი არის სიამოვნების მიღება. ანუ თქვენთან უნდა სიამოვნების მიღება, დროს ტარება და ყველაფერი სასიამოვნო მოვლენა, რაც შეიძლება ეს აისახება თქვენთან მიმართებაში. ანუ აი ეს ამოდის პირველ ვარიანტთანაც რომ დაელოდეთ. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, ხო? მეორე ვარიანტი, ფიქრი გრძნობა, მოქმედება და რატო არ გამოდის, რა არის მიზეზი. ჰო. ანუ ნახეთ, ფიქრი აქვს, რა თქმა უნდა. ცოტა ცივად აზროვნებს ეს ადამიანი. ანუ ესეთი გონება აქვს, მოკლედ, პრაგმატულია, მატერიალისტურია, რეალისტურია. გრძნობა აქ 50-50, აი რასაც თქვენ, ასე ვთქვათ, გასცემთ, ანუ იმას იხებულობს. მოქმედება არ არის, რატომ? იმიტომ რომ აქ ამოდის მთვარე და გაურკვეველი სიტუაცია. და ამოდის კონფლიქტური მდგომარეობა. ეხლა ამ ადამიანთან თქვენ გაქვთ რაღაცა კონფლიქტი. მაშინ როდის გამოვა ეს მეორე ადამიანი კონტაქტზე? როდის გამოვა? ანუ ყველაფერს 3 პერიოდი ამოდის, რეორგანიზაცია, გადახედვა უნდა ყველაფერს. ზემოდან იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული, ზემოდან არის. ზემოდან მოდის ეს აღდგენის ენერგიები, ოღონდ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული, რა ვქნათ, ყველაფერი ზემოდან წყდება. აი ესეთი მომენტი იყო მეორესთან. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები თუ დამილაიქებთ, თუ მომწერთ კომენტარს და თუ დამიწერთ ერთ-ორ სიტყვას. აი ესეთი იყო დღევანდელი ინფორმაცია. თუ რეზონირდა, გამიხარდება, თუ მომწერთ, რომ ნამდვილად ასეა, რომ გავაგრძელო, მეც სტიმული მქონდეს თქვენთვის ჩავწერო ლამაზი, კარგი და საინტერესო კითხვები სხვადასხვა
თემებზე. აბა თქვენიცით გემშვიდობებით, მადლობა.